Წიწაკის სპრეის, ელექტროშოკური მოწყობილობის და აკუსტიკური იარაღის შემოტანა გაყიდვა გამოყენება რეგულაციებს დაექვემდებარება. შესაბამის საკანონმდებლო პროექტს, რომელიც იარაღის შესახებ კანონში და მის თანმიმდევრ კანონპროექტებში ცვლილებებს ითვალისწინებს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. საკითხის მომხსენებლის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა მოქალაქეებს აეკრძალებათ და მისი ყიდვა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს და გარკვეულ უწყებებს ნებართვის საფუძველზე შეეძლებათ. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით წიწაკის სპრეის 18 წლამდე მოქალაქე ვერ შეიძენს. სრულწლოვან ადამიანებს კი, რომლებსაც წიწაკის სპრეი თავდაცვის მიზნით სჭირდებათ, მისი ყიდვის უფლება მხოლოდ პოლიციის ნებართვის შემდეგ ექნებათ. აკუსტიკური იარაღის ყიდვა და გამოყენება პოლიციის ნებართვით იქნება ასევე შესაძლებელი, რომლებიც იმ პირებისთვის, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ ეს მოწყობილობა თეატრალური წარმოდგენებისთვის, კინოგადაღებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის ესაჭიროებათ. კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები. ეს ინიციატივა ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ რეჟიმის მხრიდან და ტოტალური კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას, რადგან გადაწყვეტილება თუ ვის შეიძლება მიეცეს ამ ტიპის იარაღის შეძენის უფლება, ეს არის დამოკიდებული პოლიციაზე. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უკავშირდება იმ საპროტესტო აქციებს, რაც ასე აქტიურად მიმდინარეობს უკვე წელიწადზე მეტია თბილისის ქუჩებში. თუმცა თავად ეს ფაქტი, რომ რეგულირებული უნდა იყოს ეს სფერო, რა თქმა უნდა, ეს ასეა. თუმცა რა თქმა უნდა ამას ამავე დროს ახლავს პოლიტიკური ელფერი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იარაღები შესაძლებელია ყოფილიყო რაღაც არასწორი მიზნით გამოყენებული. ეს არის საშუალება, რომლითაც ასევე შეიძლება სხვა ადამიანის დაზიანება. ამიტომ რომ გარკვეული რეგულაციები ამასთან დაკავშირებით შემოდის, ამ საკითხებთან დაკავშირებით მოგესალმებით განხილვები გველის და ესე დეტალებზე ამ განხილვების დროსაც იქნება საუბარი. თუმცა მიზანი ზოგადად რო ვთქვათ ამ ინიციატივის არის ერთადერთი ის, რომ მოწესრიგდეს ამ საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები. არსებობს მაღალი რისკი იმისი, რომ მათი გამოყენების შედეგად ადამიანები დაზიანდნენ და მათ მიიღონ ისეთი ტიპის ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც შეიძლება მათ სიცოცხლესთან იყოს შეუთავსებელი. ევროპული პრაქტიკის გამოსწორებაზე დაყრდნობით შეიზღუდება სამოქალაქო ბრუნვაში, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეს აღარ ექნება საშუალება, რომ ელექტროშოკური მოწყობილობა შეიზღუდოს. ხოლო იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს და უწყებებს, ვისაც სჭირდებათ, რაც საქმიანობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მათ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ექნებათ შეძენის საშუალება. 18 წელს ქვემოთ ბავშვებს არ ქონდათ საშუალება, რომ შეიძინონ გაზის აეროზოლური მოწყობილობა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სხვისი, ასევე საკუთარი თავის დაზიანების მაღალი რისკი არსებობს, ხოლო რაც შეეხება სხვა პირებს, ვისაც სურს თავდაცვის მიზნებისთვის რომ გამოიყენოს, მათ მოუწევთ, რომ აიღონ ნებართვა და წინასწარი თანხმობა პოლიციისგან. რაც შეეხება აკუსტიკურ მოწყობილობას, ვისაც აქვს საჭიროება, რომ კინოგადაღებისთვის, თეატრალური წარმოდგენისთვის ან სპორტული ღონისძიებისთვის შეიძინოს ეს იარაღი, ის აიღებს თანხმობას პოლიციისგან.